და რაღაცა ადგილი შეიქმნა. ოფიცერი რომ მოეკლათ. ოფიცერი რომ მოეკლათ, იყო სათადარიგო ოფიცერი. თუ იმასაც მოკლავდნენ, მე იყო სერჟანტი. თუ სერჟანტსაც მოკლავდნენ, მაგათ საქმე წასული იყო. გამიგე? და ინდივიდუალურად შეეძლოთ ესურვათ, როცა ოფიცერიც არ არის არც სერჟანტი და მე შენ გეტყვი ოფიცერი რას ნიშნავს უყურე. როცა ნაპოლეონი ეგვიპტეს თავს დაესხა, ერთი მამლუქი სიძლიერით 6 ფრანგ ჯარისკაც კლავდა. ისეთი მაგრები იყვნენ, მაგრამ 300 ფრანგი ჯარისკაც 6000 მამლუქს უდრიდა თავისი სწრაფროლი და მანევრების გაკეთებით. გამიგე? როცა ესეთი იარაღი შემოვიდა, ინდივიდუალიზმი დაიკარგა. ანუ უნდა ყოფილიყავით გუნდურად გეომოთ. გამიგე? ასე რომ თუ დაინახავდნენ რომ შუაში ადგილი გაჩნდა რაღაცა, კავალერია მორბოდა და პირდაპირ ხურთხავდა. ერთი გარღვევა იყო, შეანგრევდნენ და შედიოდნენ იმაში და მე უკიდან უკვე არეულობა იწყებოდა და გარღვევაში რაღაც ძეგლის ცხვირი არ მოტეხა? არაფერი ცხვირი არ მოტეხა. ნაპოლეონამდე მოტეხეს მაგას ცხვირის სპარსელებმა, როგორც ამბობენ. იმაზე იწახი ხო სფინქსი ალბათ. არა, ნაპოლეონი არ იყო ვანდალი, ეს კეთილი დამპყრობელი იყო. მოკლედ, ეხლა რა იყო ამის მუღამი, ჯარი რომ მიდიოდა. აკეთებდნენ ესენი. აი, მასალით აკეთებდნენ ესენი პირამიდებს, ვისაც აკეთებდნენ. ქვიშაქვა იყო ახლა რავი როგორ გითხარ. მოდი რა თოფებზე ვილაპარაკო, კარგი? შენ თუ რამე გაგიჩნდა ეგეთი რა, ნაპოლეონი საუბრად წავიდა, მესერები წაიყვანა და ეგვიპტოლოგია მაშინ ჩაისახა. ერთხელ თავს დაესხენ მამლუქი და ნაპოლეონის ცნობილი სიტყვებია მეცნიერება ვირები შუაში დააყენეთო. თორე ვირებს. მეცნიერება ვირებიო, მეცნიერები და ვირებიო შუაში დააყენეთო, გარშემო ჯარი დადგეს. ვირები იყო ფასეული, იმიტომ რომ ტვითი გადაქონდა, მეცნიერები კიდე ჩაყვალი ყავდა. არც ერთის მოკვლა არ აწყობდა. და ვირები და მეცნიერები რაღაც ერთ იმაში მოკლედ. ეხლა გეტყვით